მეგობრებო, მოგესალმებით ვლადიკავკაზიდან, ჩვენთვის ძალიან ნაცნობ ქალაქიდან, იმიტომ რომ აი აქ ადამიანი რო ჩამოვა, ხელად მიხვდება, რომ ეს არის თითქოს საქართველოს ნაწილივით არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს, ოსი ცხოვრობს და ვერ განარჩევს, ეხა ქართულად რო ლაპარაკობენ, ყველა ქართველი გონია. აი რო ჩამოვედი თუ არა ვლადიკავკაზში მოსკოვიდან, იმ წუთასვე იგრძნობოდა, რომ აი რაღაცა ესეთი მშობლიური გარემო იყო. ძალიან მიხარია აქ რომ იმყოფები და აი ნამდვილად არის ისეთი აი კარგი გარემო, ისეთი პოზიტიური გარემო, ქართველების მიმართ დადებითი განწყობები არის. პატრიარქი კარგად მოგიხსენებათ, აქ სწავლობდა, აქ იყო მისი მშობლები, ჩვენ ამას გაგაცნობთ და მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება თქვენთვის ვლადიკავკაზური შტაბ-შტილებები და ის მასალა, რომელსაც ჩვენ აქ გადავიღებთ და შემოგთავაზებთ. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში. აი ეს არის ხედი ვლადიკავკაზზე, ხედავთ თქვენ აი აქ რაღაც გარკვეული პეიზაჟი იშლება, ძალიან ლამაზი. აქ არის ასევე ამ ტაძრის ეზოში დასაფლავებული გამოჩენილი ადამიანები. ვლადიკავკაზისა კოსტახეთა გუროვიც აქ არის დასაფლავებული. მოკლედ ძალიან მშვენიერი სიტუაცია არის. და მე ვფიქრობ, რომ თქვენთვისაც საინტერესო იქნება ალბათ, რომ აი ამ ყველაფერს გაეცნოთ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ტელეკომპანია სეზონი იმყოფება ვლადიკავკაზში და ეხლა ჩვენ ვიმყოფებით ღვთისმშობლის შობის ტაძარში. კვირას დავესწარით წირვას და ძალიან გამიხარდა, რომ აგერ ჩვენი ქართველებიც არიან აქ ამ წირვაზე. მინდა რომ მათ ორიოდე სიტყვით ვთხოვო კომენტარი თუ როგორ არიან ვლადიკავკაზში, როგორ ცხოვრობენ. პირველ რიგში თქვენ მინდა წარმოგვიდგეთ თქვენი სახელი გვარი? ცხელაური მარინა. თქვენ აქ დიდი ხანია ცხოვრობთ? აქ დაბადებული ვარ და აქ მოცხოვრებული ვარ 64 წელი. 64 წელი. როგორ შეინარჩუნეთ ეს ქართული? რავია, ქართულ სკოლაში კი არ დავდიოდი მე, მაგრამ მშობლები არ გვაძლევდეს ნებას, რომ კარგი ლაპარაკად. ლაპარაკად ქართულად. და ბევრი ხართ ქართველები? ადრე უფრო ბევრები ვიყავით, ახლა ნაკლები დარჩით. მუშაობთ აქ, ხო? ძალიან კარგად ვგზავნოს. და ტირვაზეც დადიხართ და ისე რა მაინტერესებს, აი ახლოს ახარ საქართველოში დადიხართ ხშირად? როგორ არა, ყაზბეგელი. ყაზბეგიდან ხართ, ხო თქვენ? ძირითადად მოხევები არიან მაინც? ხო. არა, მთიულებიცა, მოხევებიცა. მთიულებიცა ეხლა. თქვენი სახელი და გვარი? ლეილა ფიცხელაური, დაბადებული ყაზბეგში, მაცხოვრებელი, მაგრამ სკოლაში გადმოვედი, აქ დავამთავრე ქართველების სკოლა. აქ ამ სკოლაში სწავლობ? კი, 19 სკოლაში. ეხლა აქ არის ქართული სკოლა კიდევ? კი, არის, მაგრამ უკვე შეზღუდულია. ერთი საგანი ტარდება მარტო ქართულად, დანარჩენი რუსულად. ანუ საქართველოს აღარ არის აი ეს დანარჩენი საგნები არ ტარდება. ბევრი აღარ არის ქართველობა და იმიტომ თუ ხო, ისე ჩამოსული ოსები მეტი წელი დადიან ისინი ქართულ სკოლაში. როგორ აგზოთ მუშაობთ აქ? მუშაობდი უკვე. შვილები? შვილები ზოგი აქეთ არის, ზოგი ხან თბილისში ვართ, ხან აქეთ ვართ. როგორ გძნობ თავს აქ? მაინ თავის ქვეყანას არაფერი არ ჯობია. გასაგებ. ისე გააქვთ ხო ურთიერთობა ქართველები ერთად იგრიბები, დღეობები? კი. ახლაც აი დასაფლავება მოხევები, ახალგაზრდა ბიჭი იქიდან ჩამოიტანეს. უფრო მეტი მოხევები არიან, ხო თუ? არა, ისე მთიულებიც არიან, ბევრებია, შალდონზე სულ მთიულებია. შალდონზე ძალიან ბევრია მთიულები და თქვენი მოხევები არიან. თქვენ ქალბატონო, თქვენ წარმოგიდგინეთ თქვენი თავი? ზაქაიზინელი. სირცხვილი ჩემი რო ცუდად ლაპარაკობ. შვენივრად ლაპარაკობთ. ძალიან კარგად ლაპარაკობთ. მინდა რომ ყველას მოგეფერო და სიყვა დიახ. დედმამა ქართველები, შვილები დადიოდნენ სკოლაში, ქართველების სკოლაში, ეხლა ჩემი შვილები სუდადიან ქართველების სკოლაში. რამდენი ხანია რაც აქ ცხოვრობთ?
აი მე დავიბადე აქ. აქ დაიბადე. მშობლები გადმოვიდნენ. დედა იყო. პატრიარქის ოჯახი თქვენ მოესარით, აქ რო იყვნენ? მეზობლები ვიყავით. პატრიარქის? პატრიარქი გახსოვთ? როგორ არა? და მოგიყევით რა, ეს ყველაზე უფრო მაინტერესებს. პატრიარქი გახსოვთ? აბა ეხლა გადმოვა. ეხა ორი სიტყვა და მე გადავალ თქვენ. დიახ, პატრიარქი გახსოვთ რომ დადიოდა აქ? როგორ არა. მახსოვს პატრიარქიც მახსოვს მაგის სკოლაში რომ დადიოდა აქ? აბა, конечно. რა სიტყვოდით, როგორი იყო? დიდება მაგას, დიდება და ღმერთი იყოს მაგის მფარველი, ჯავრთელად და სუკარგად იყოს. Vai будущий русулат виду. Თქვით რუსულად. Здоровья, Божьего благословения нашему великому патриарху Илье. Приношу много раз извинений, что я грузинка, но плохо говорю по-грузински. Пусть меня Господь Бог простит за это. То здание, которое он жил, сейчас существует? Конечно, существует. Его тетя жила, наша была соседка. Он часто в молодости сейчас и жил там у своей тети на Армянской улице. На Армянской улице жила его тетя. Сейчас кто-то живет вот этом? Вы знаете, я не могу сказать. По-моему, сейчас уже никого там нету в этом доме. მოდით. На армянской кто живет? როგორ არა, შადურები. პატრიარქის შადურები გოგი. შვილები თუ ვინ? არა, რაფაელის Рафаэль. Хорошо. თქვენ ახლა როგორ ახართ აქ ოჯახობა, შვილები აქ არიან თქვენები თუ? დიახ, აქ არიან შვილი ჩემი მუშაობს. ერთი მეორე სამხედრო არის. შვილები ზოგი სწავლობს უმაღლესში, ზოგი სკოლაში არის, ქართველების სკოლაში დადიან. სწავლობენ, კარგად სწავლობენ. ჩემი შვილი წელს დაამთავრა, ოქროს медали მიიღო. ახალგაზრდობა მაინტერესებს აი მომდენ. ახალგაზრდობა მაინც აქ არის თქვენი აი შვილები, შვილიშვილები თუ მაინც ზოგი აქეთა, ზოგი თუ მიდიან? საერთოდ. ზოგი მეტი წილი თბილისში. აჰა. და რა მაინტერესებს? ისე ოსებთან ერთად ხო ხართ კარგად და აი ახლა ძალი არის ოსი. დიახ. ერთ-ერთ ოსი, მეორე ქართველი. დიდება მაგათა და სუკარგა ყოფნა. აი დგას ჩემი დის ძალი. ეგაც ოსი ქალია, მაგრამ მოხევის რძალია. სულ ყველას Я по-русски скажу. Да скажите вы по-русски. Пожелаю всем таких снов, как у нас, моей сестре сноха, и как мои снохи. Дай Бог им здоровья, разницы нет. Пусть никогда никто не скажет насчет наций. Есть плохие и хорошие, везде есть хорошие. Хорошо. Мои снохи. Понятно. Что вы можете сказать? Вы тоже грузинка, да? Я не грузинка, я грузинская сноха. грузинская რძალი, ხო? ქართველების რძალი არის და რა სიტყვით? Сейчас минуту. Давайте по-русски говорите. Თქვენი სახელი გვარით? Выбучукури Люба. Выбучукури, на фамилию... Да, я работала долго. В Казбекском районе работала долго, 10 лет врачом. Ага. Да, сейчас здесь. Потом перешли, да? Да. Когда события поменялись, пришлось возвращаться сюда. Вы часто ходите? В Казбеге у нас есть дом. Ага. Мы ездим туда постоянно. Мои дети, мои внуки. Постоянно там бываем. Фактически казбекцы сейчас часто приезжают вот в Владикавказ, чем Тбилиси. Конечно, здесь ближе. Была дорога плохая, вот перевал закрывался, людям приходилось сюда приезжать за продуктами. А сейчас в связи с тем, что таможня, осложнилась немножко ситуация, но сейчас людям дали возможность
свободно приезжают. Поэтому многие сейчас приезжают. Здесь вообще-то удобство есть, ну, нормально, экономически. Да. Не жалуемся, работаете, и работаем, и пенсии получаем. Живем с Божьей помощью, слава Богу. Не жалуемся ни на чего. Всего хорошего. ძალიან მიხარია, რომ ძალიან ისე ხარ რამდენი იქნება მაინც მიახლოებით ქართველი აქ ეხლა თვითონ ერთი 10000 არისო სულო თუ იგივე მე მგონია რომ მეტიც იქნება. ხო? მე მგონია რომ მეტიც იქნება. აი მინდა რომ ქართველების თან ვისაუბრო. ისე მაინტერესებს ეხლა აი ჩვენში რო დარჩეს ეხლა აქ მე როგორც ვიცით ერთ ფაქტობრივად აი ცხინვალიდან ჩამოსული ოსები და თქვენც ერთად ძალიან კარგ ურთიერთობაში ხართ, ხო? Знаете, раньше было хуже. Раньше сказывалось это. Но сейчас сейчас они поняли, что народ ни в чем не виноват. Стабилизировалась ситуация. И, конечно, ситуация стабилизировалась. Мы живем, как раньше жили. Нет среди нас ты осетин, ты грузин, ты русский. Все живем одной семьей. Хорошо, большое спасибо. Большое спасибо. დიდი მადლობა მინდა გითხრათ და მინდა რომ გამაგრდეთ. ქალბატონი ნელი, როგორც გავიგე, მითხრეს შევიტყვეთ თქვენ შესახებ, აი ამ ქართული ტაძრის წერეთლის ქუჩაზე რო არის წმინდანინოს სახელობის რესტავრაციაში მონაწილეობდით და გითხარით აი ამ ტაძრის შესახებ. როგორ იყო ეს ყველაფერი? Я извиняюсь еще раз, что говорю по-русски. Да. Пусть меня Бог простит. Что хочу сказать, что наш храм существует на пожертвования прихожан. Да, понятно. Поэтому немножко чувствуем затруднения в реставрации этого храма. Но сейчас у нас открыто общество возрождения этого храма. Возглавляет его администрация нашего храма. И настоятель нашего храма, многоуважаемый отец Георгий. Благодаря его активности, благодаря его наш храм сейчас приходит к концу. Ну, конечно, еще далеко до конца, но идет ремонт в храме. Провели отопление, заново все реставрировали. Стены были очень уже непригодные. Сейчас отремонтировали стены внизу, внутри провели все, что нет. Делается ремонт, но ощущаем затруднение материальной помощи. Поэтому просим всех прихожан, всех православных христиан, кто может оказать какую-то минимальную хотя бы помощь в возрождении, в строительстве нашего храма. Большое спасибо. უამრავი ქართველი ვნახე აქ, აი ჩათვალეთ რომ აქ რომ იმყოფები ასე მგონია საქართველოში ვარ. ქართული ლაპარაკი მესმის სულ ყველგან აეროპორტში, დავეშვი თუ არა ჩვენ თვითრინავი იმ წუთასვე ქართულად მოსაუბრე ოსი დამყდა მივიყვანა. მერე სასტუმროში იქაც ქართველი დამყდა. ანუ ოსებიც ქართულად ლაპარაკობენ, ქართველები ქართულად ლაპარაკობენ. აგერ არის ჩვენთან ადამიანი, რომელიც არის საქართველოდან წამოსული 91 წელს. ჩვენ საქართველოდან წამოსულია ეს კაცი ნუგზარ ხუგაევი და მე მინდა რომ ასთხოვო ბატონო ნუგზარ, თქვენ 91 წამოხვედით საიდან? თბილისიდან ცხოვრობდი გლანში პირველ მიკრორაიონში. აჰა. და ნუ იძულებული ვიყავი რომ წამოსული. ხო, გასაგებია, მაშინ არეული სიტუაცია. აქ რამდენი ხანია რომ ცხოვრობთ უკვე? 91 წლის შემდეგ აქ ვცხოვრობ. უკვე აქ ახარ, შვილები, ყველა აქ. შვილიშვილები. შვილები, 5 შვილიშვილი მყავს. ვა. როგორ ახართ ისე ქართველები, როგორ აქ წავსოსები? ნორმალურად არის ყველაფერი აქ. აქ ისეთი ის არ არის რომ აი შენ ქართველი ხარ რატო ხარ? თქვენ ხა ეთნიკურად ოსი ბრძანდებით, ხო? და ოსები, ქართველები ერთად, ანუ ქართველებიც არიან და ერთმანეთად პურსჭამენ, ერთმანეთად კეიფობენ, ერთმანეთს ესე კარგად როგორ შეინარჩუნეთ ეს ქართული ამდენი ხანი ლაპარაკობთ და მაგითო პრაქტიკა არის, ხო? ნუ არის პრაქტიკა. რაზე მუშაობთ აქ? აქ მე ვარ ახრანაში. დაცვაში ვარ, ამ ტაძრის დაცვაში ვარ. ეს არის საკათედრო ტაძარია ფაქტობრივად. საკათედრო ეს არის ყველაზე ძველი ტაძარი. ამაზე არა დიდი ტაძარიც არის აქა? ამაზე დიდი ტაძარი, ეხლა ნისლი არის დარაჩანს.
ბარბაშოვაზე არის. აქ ერთი 6-7 ტაძარი არის. და ყველაზე ძველი ტაძარი კიდევ ეს ძერჟინსკიზე არის გასაგები. იქ ეხლა ოსეთის ეროვნული გმირი ეს კოსტა ხეთაგუროვი აქ არის დასაფლავებული. ხარ დასაფლავებული. კი, აქ არის დადავიღეთ ჩვენ და რა მაინტერესებს, ისე ეკონომიკურად ხო ხართ კარგად აქ თუ? კი. საქართველოსგან შედარებით უფრო არის ხო აქ შედარებით? შეიძლება სამუშაოს იშოს კაცმა, შეიძლება, არის შესაძლებლობა არის. გასაგებია. ისე ბავშვები არ აპირებენ დაბრუნებას საქართველოში? ბატონო ნიკოლოზ, მე ვფიქრობდი მაგაზე. კი. დაუბრუნებული ვარ, მაგრამ ეხლა ნახეთ არეულობა არის. გასაგებია. ჯერ არ დამშვიდა ეს ჯერ არ დამშვიდა. რომ დამშვიდე, გასაგებია. კიდე მესმის, ძალიან კარგი. მესმის და ყველაფერი მე მგონი გადასტაბილურდება და მერთმა ქნას რომ დამშვიდეს საქართველო და აი როგორც კომუნისტების დროს იყო შვიდი წყნარად ისე იყოს. გასაგებია. მე ძალიან მოხარული ვიქნები მაგაზე რომ ისე დამშვიდეს საქართველო. წარმატებები მინდა გისურვოთ და გახარებული ყოფილიყავთ. რა თქმა უნდა. Патриарха Московского и всея Руси, и Господина нашего,
Сейчас, дорогие друзья, мы находимся в церкви Рождества нашего Богородицы Святой. И у нас будет в гостях настоятель церкви отец Константин. Здравствуйте, отец Константин. Для меня большая честь, что вы у нас в гостях на телекомпании «Сезоны». Я, как знаю, вы из Грузии. Я очень был рад, что очень много прихожан у вас в церкви, и осетины, и грузины тоже есть в этом церкви, и русские, конечно. В первую очередь о вашей прошлой деятельности, что вы сказали, вы, я как знаю, из Грузии там служили, как все это было. Ну, что хочу сказать. Я в Грузии заканчивал семинарию, Да. был рукоположен там же. И в 90-м году я переехал в Ставропольскую епархию. И вот после того, вот уже 10 лет я служу в Ставропольской епархии. А в этом году уже будет 28 лет, как я возглавляю эту церковь. Это самая древняя церковь Осетии. Это почти что первый храм города Владикавказа. Больше 200 лет уже этому храму. В этом году будем отмечать 210-летие. И самый старый храм, я бы сказал, на равнине Осетии. В горах у нас есть, конечно, древние храмы, но на равнине вот это самый старый храм. И что хочу сказать, и до революции, в конце 19-го, начало 20-го столетия, когда действовал в полном разгаре этот храм, и тогда тоже эта церковь была интернациональной. И в этой церкви очень красивое расположение, вы сами тоже заметили. И еще в то время приходила на молитву в этом храм, а после молитвы они выходили на площадку церкви и обсуждали будущее Осетии, будущее Владикавказа. И, к сожалению, потом эта церковь была закрыта, почти больше 60 лет был в заброшенном виде. И в 90-е годы нам его передали, можно сказать, в плачевном состоянии. Сегодня даже если кому-то показываем те фотографии 90-х годов и видят сегодняшнюю церковь, просто они не верят. Это что-то разное. И вот рядом с нами находится Роберт Циндаляни, он все это знает, он все это прошел. Слава Богу, мы привели божественный вид. И сегодня я просто сказал бы, что Осетинская церковь, как в народе называют, это визитка Осетии и города Владикавказа. А дальше и сегодня тоже воскресный день, было много, почти 60 человек причастился. Это очень хорошо. И сегодня тоже, вот вы правильно заметили, что это храм интернациональный. Тут и осетины, и грузины, и русские, и армяне. Почти все национальности. И почему-то именно вот эта церковь всех объединяет. И я могу сказать и подтвердить, что у православия нет национальности. И кроме того, здесь захоронен герой Осетии Коста Хетагуров. Да, и кроме него очень многие достойные люди захоронены. И
А у вас с патриархатом Грузии есть уже вот какие-то контакты? Вы там начали фактически? Ну, начал, но есть там знакомые эти, но... Ездят у вас, вот, например, грузинские священники, контакты вот какие-то? Ну, общаемся очень мало. Угу. Потому что и сама жизнь, и время, и все-таки между нами высокий Кавказский хребет. И потом настроения тоже и в Грузии были совсем другие, здесь совсем другие. Но я думаю, что в будущем, по милости Божией и, конечно, по желанию грузинского народа, я подчеркиваю, не молодежи, я имею в виду старшее и среднее поколение, я думаю, что все наладится. Потому что сегодня осталось очень мало государств православных. Среди православных внутри тоже серьезные расколы. И сегодня опора всех православных, я бы назвал бы, это Московская патриархия. Также опора православной для Грузии – это Грузинская православная церковь. Еще есть несколько таких церквей. И на кого мы должны надеяться? Конечно, на Бога. А Бог милостив. А главное, наше дело правильно. Мы идем к Богу, не от Бога. Вы сказали, что это православная церковь, которая собой фактически является интернациональным собором, когда все там из православия христиане, которые из Грузии, России, Осетии, Осетии, все здесь. Церковь всех объединяет. Да. Для того и назначение церкви всех объединять. А сейчас просто я не хочу про политику, ничего не хочу говорить, и это дело политиков. Но когда нам призывают к обратному, я хотел бы сказать, что это не от Бога. Это от лукавого, это от дьявола. Человек должен идти к церкви. Сейчас не помню, вот этот грузинский хороший фильм. Это дорога, говорит, куда? На небо, да. Да. Если этот храм, говорит, не ведет, говорит, зачем, говорит, такая дорога, говорит? Если дорога к храму, говорит, не ведет. Вот сейчас вспомнил просто. Да, золотые слова. И то же самое вот сегодня. Сегодня не то, что сегодня многие политики людей к Богу ведут, а наоборот, от Бога ведут в пропасть. Понятно. Я знаю, что в Осетии очень много грузинских церквей. Это старинные церкви, да? В России, да. Да. Еще вот в Владикавказе есть храм Святого Нину. Еще вот строится в Кисловодске там храм Святого Нину, очень большой церковь, я сам видел все это. Вот сейчас в каком состоянии? Я знаю, что реконструкция идет храма Владикавказа Святого Нину. И что вы можете вообще-то сказать о храмах, которые вот грузинские, и о храме вот Святого Нину, который в Владикавказе? Ну, единственное, что у нас во Владикавказе, это один храм. Она основана где-то в 1890 году. И понимаете, вот в моей жизни первая такая как бы история этой церкви, что везде школы были при храмах. Вот в Осетинской церкви, когда наш еще дореволюционная церковь был, вот там стояла школа и была при храме. А в грузинской церкви, не знаю почему такая формулировка,
А у грузинской школы, до революции я имею в виду, при храме, при школе была церковь. Наоборот. Наоборот. И потом насчет передачи, на что это, ну, долгие времена шли. Потом кое-как передали, потом, ну, очень много бумажные волокиты были. И слава Богу, что вот все решилось, и сейчас идет реконструкция. Я думаю, что в скором времени, может даже вот в следующем году, церковь заработает. Да? Это святого Нина, да? Святого Равноапостольного Нина. Конечно, также много церквей есть. А там будут как это молитвы, на грузинском или на русском? Ну, Или оба там на грузинском или на русском? ну, раньше был священник, там служил, отец Георгий Да. Балатаев. И он как бы несколько лет там был. Ну, он служил как-то и на славянском, и на грузинском. И здесь то же самое. А в дальнейшем будет видно, если даже будет священник, который полностью будет на грузинском служить, то препятствовать никто не будет, наоборот. Он наоборот еще привлечет больше. Ну, что удивительно, в Владикавказе, когда вообще не было церквей, вот Илинская церковь остался после войны, а армянская была григорианская. Потом вторую Покровскую церковь открыли. Все разрушили, армянские церковь только Остался. Как это вообще-то? А православных храмов было до революции 33. Да. При населении 70 тысяч города Владикавказа. Тогда население города было 70 тысяч. А 33 храма. 33 храма. Ну, И там потом разрушили, да, это все? Почти вот все разрушили. Были очень большие. Кроме Илинского и кроме нашего храма. Когда все стабильно, тогда человек меньше идет к Богу. А когда человек очень нуждается, Тогда ходят, да. бежит к церкви, бежит к Богу. Так что А молодежь ходит или пассивно, я да? хочу, молодежь хорошо Ходит, да? И молодежь хорошо ходит, и у нас, я даже видел, что мужчины, много мужчин. Даже в России, Больше женщин? конечно. А у нас наоборот. Не, в России больше женщин. У нас в Грузии больше женщин, чем, например, мужчин. Нет, ты туда посмотришь, на Поволжье, там на Урал, туда дальше. Там одни бабки ходят. А у вас наоборот, да? А у нас очень много молодежи и особенно очень много мужчин. О, Вот сегодня ты сам видишь. благодаря вам это Нет, не благодаря мне, но, видимо, как-то так. случай. Еще новые храмы строятся или есть какие-то вот... Да, и строятся, и перспективы еще есть. И... Большое спасибо, отец Константин, очень интересно было с вами побеседовать. Желаем успеха и хочу, чтобы вы знали, что в Грузии очень большая любовь к осетинам и вообще-то в Осетии, потому что в каждом народе есть нехорошие люди, которые, из которого не можно создавать общее там впечатление. Если кто-то там что-то бунтует, это не воля народа, потому что и в Осетии, и в Грузии, и у всех народов есть плохое. Но большинство. Не то, что народы, даже каждая семья, в каждой семье есть свои уроды, да. Да, есть хорошие, которые все на себя берут семья, есть какие-то, Плохие. которые отстают. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ტელეკომპანია სეზონი იმყოფება ვლადიკავკაზში. ეხლა ჩვენ ვართ ალბათ ყველამ კარგად იცით ეს ვლადიკავკაზელებმაც და იქ ხალხმაც ვინც აქ ვლადიკავკაზშია ნამყოფი, ეს არის ქართული ეკლესია, წმინდანინოს სახელობის ეკლესია. აქედან აქვე არის ქართული სკოლა და დღეს ეხლა მიდის რესტავრაცია ამ ქართული ეკლესიის წმინდანინოს სახელობის. სხვათა შორის აქვე არის მემორიალური დაფა, რომელიც აღნიშნავს, რომ უყურეთ
ეს ქართული სკოლა იყო აქ. ეს არის ჩრდილოეთ ოსეთის სსრ სახალხო განათლების სამინისტროს ორჯონიკიძის აწერეთლის სახელობის 19 ქართული საშუალო სკოლა. აი ამ სკოლას ადრე ქონდა ქართული სტატუსი, მაგრამ 10 წლის წინ სტატუსი შეეცვალა ქართულ სკოლას, ის გახდა რუსული, მაგრამ მიუხედავად ამისა, აქ გაძლიერებულად ისწავლება ქართული, ბავშვები სწავლობენ ქართულს, სწავლობენ ისტორიას და ძალიან შესანიშნავი ვითარება არის ამ სკოლაში. ეხლა ჩვენ აი ამ სკოლასთან დაკავშირებით, ქართულ ეკლესიასთან დაკავშირებით მეგზურობას გაგვიწევს სულით და გულით ქართველი და ეროვნებით ოსი ქალბატონი მარინა ჩარაევა, რომელიც არის ნამდვილად ღირსეული და რა ვიცი, ძალიან განათლებული პედაგოგი, ყველა კარგად იცნობს მას ლადი კავკასში. მოგესალმებით ქალბატონო მარანა. მე მინდა წარმოგიდგინოთ ეს შესანიშნავი ქალბატონი, დიდი მადლობა ძალიან გულთბილი მიღებისათვის. ქალბატონმა მანანამ გაიგო თუ არა რომ ჩვენ ჩამოვედით იმ წუთასვე დაგვთანხმდა იმას რომ მეგზურობა გაეწია ჩვენთვის. მოდით მოგვიყევით ქართულ მაყურებელს აინტერესებს აი ამ სკოლის შესახებ და აი ამ ეკლესიის შესახებ ინფორმაცია. 1898 წელს რომ გაიხსნა ქართული სკოლა, ეს თქვენ რამდენად იცით. სწორედ ეკლესიიდან არის შესასვლელი, იყო უпростоრეთ შესასვლელი 5 წლის უკან. კი, სკოლაში. ეს იყო ფოიე სკოლისა. შეგვიძლიათ შევიდეთ და ვნახოთ და მიდის ახლა სერიოზული რესტავრაცია და ყოველთვის ვიძახდი და ეხლაც ვიმეორებ ამას, რომ ამ სკოლაში მოსვლისთანავე ვიგრძენი თვითონ ფოიეში აი ის რაღაც სულიერი სიწყნარე, რაც მე დავინახე აი აქ და მერე გავიგე უკვე რომ აქ თურმე ყოფილა ეკლესია, ეს სწორედ მერე გავიგე, როცა უბრალოდ თქვი რომელი წლიდან იყო ეს ეკლესია აქ? 1898 წელს გაიხსნა სკოლა და 1898-ში უკვე ეკლესია. 1898 წელს გაიხსნა სკოლა და 10 წლის შემდეგ 1898-ში უკვე ეკლესია. გასაგებია. და ეხლა მიდის რესტავრაცია. კი, სერიოზული რესტავრაცია, კედლები გაამაგრეს. თქვენ ხედავთ რომ საგალობელი ადგილიც გამოყვეს. და ძალიან სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს და სულ მალე აქ მრავალი ქართველი წმინდა დილნოს ეკლესიაში მოილოცება. ძალიან კარგი, შესანიშნავი. ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი არის და მიხარია რომ აქ მალე ქართული წირვა დაიწყება და ქართული სული იქნება აი ამ ტაძარში. ჩვენ უკვე გადავინაცვლებთ სკოლაში. ეხლა სკოლაში შესასვლელი უკვე სხვა მხრიდან არის, ხო ესეა? დიახ. კი ბატონო. ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი კიდევ ეს არის მემორიალური დაფა, აწერია ორჯონიკიძე, გორად ორჯონიკიძე, ეხლა ლადი კავკასი ქვია. აქედან იყო შესასვლელი, ესე იგი როგორც ვიცით, ძიმაში, სკოლაში. კი. ეხლა წავალ. კიდევ ბატონო ნიკოლას არ შეიძლება გამოყენოთ. კი ბატონო. თავარი და უცინებელი ჩვენი ქართული და ოსი ხალხის მეგობრობის ერთ-ერთი დიახ. დამოუკიდებელი სადაც ქართული ასოებით აწერია ამ შენობაში ხდებოდნენ ერთმანეთს ორი ერის ბრწყინვალე წარმომადგენელი კოსტა ხეთაგუროვი და მიხეილ ყიფიანი, რომელიც იყო პირველი დირექტორი ამ სკოლისა. აჰა, მიხეილ ყიფიანი, ხო? თქვენ გახსოვთ ალბათ ლექსი უგრობა ზუსტად კოსტა ხეთაგუროვმა დაწერა მიხეილ ყიფიანის გარდაცვალების მეგობრის. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით ქართულ სკოლაში, ნამდვილი ქართული სული არის. აი თითქოს დაბრუნდი იმ ჩემ სკოლაში მე რო სწავლობ. დარმა დარეკა იწყება გაკვეთილი, აგერ შოთა რუსთაველის ხედავთ თქვენ სურათს და აქ არის ასევე ბავშვები, რომლებიც ეხლა თქვენ ხედავთ ძირთად ყველამ ქართული იცის და აგერ არის ბავშვებო როგორ ახართ? აი მე მინდა რომ წარმოგიდგინოთ ეს ბავშვები სწავლობენ აქ ქართულ სკოლაში. ნახეთ როგორი კარგი ბავშვები არიან, როგორი ანგელოზები ვით, რო წარმოგიდგინოთ თქვენ თითეული თქვენთაგანი. სახე მითხარი აბა? წამალაიძე დანიელ. აჰა. თქვენ? გიორგი მეზრიშვილი. წამალაიძე ტიმოთი. ატაევ ხანა.
წამალაიძე გიორგი. თუ წამალაიძეები ყოფილიყარ დიპლომატ ძირითადად რა. როგორ ახართ ისე, როგორ მიდის სწავლა განათლება, მაყოფილი ხართ? რა თქმა უნდა. ცოტა ყოფილი ვარ. ქართული კარგად იცით, ესე იგი. რომელ კლასში ხართ? მე-10, ხო? ძალიან ისეთი მაგარი დირექტორი ყავთ, რომ ეხლა აქ სწავლა კარგად იქნება და ბავშვები ისე რაღაცა ფორმები გაცვიათ, ესე იგი უნიფორმა არის. ხო? ისე რამდენი რა მაინტერესებს, იცი? აი ყველაზე უფრო საქართველოში აპირებ დაბრუნებას თუ? კი, რა თქმა უნდა. გასაგები. და შენი სახელი? რუსლანი. რუსლანი, ხო? სკვარი? კაროზაშვილი. ქართულად ლაპარაკობთ ყველა. რომელი საგნები უფრო გიყვართ? ქართული ენა მიყვარს, მათემატიკა და რუსული ენა. ძალიან კარგი. ისე რა გინდათ გამოხვიდეთ, აბა რას აპირებთ? მე ვაპირებ ექიმიკა მოვიდე. თქვენ? შენ რა გინდა გამოხვიდე? ცოტა მორიძებული ბავშვები არიან და ეხა ხედავთ. ხედავთ რა ანგელოზივით ბავშვები არიან, მეგობრებო და მე მინდა ერთი რამე გითხრათ, რომ აი დიდი ბედნიერებაა, რომ აი ეს ქართული სული, ქართული გული შენარჩუნებულია. მე მინდა ქალბატონ მანანას მინდა დიდი მადლობა უთხრა, აი აქ ამ ყველაფრისთვის ისეთ დაწყრიალებულია, ესე იგი აქ ერთი მტვერს ვერ ნახავთ ამ სკოლაში და აბა თქვენ იცით, ისწავლეთ, რომ უნდა გამოადგეთ აქაურობასაც და თქვენ ქვეყანასაც. აი როგორი მოწესრიგებული бавშვებია, როგორი მორიძებულები, აი скромнее, вот как одеты. У вас униформа есть, да? Как, не знаю, это униформа, да? Школьная униформа. У нас нету в Грузии. Вот это сохранилось. Здесь очень приятно. Буфет есть у вас? Конечно, все. Я любил буфеты ходить, потому что там были... Золотой человек. Да, запах я вообще вспомню. Да? Золотой человек какой? Ну, буфетчица, золотой человек. Что еще любите в этом буфете? Пицца есть, да? Да, очень приятно. Я желаю, что вы были образованы и учились хорошо. И вы должны знать, что да, вы из маленькой страны, но вы из больших традиций, большая история у вас. И надо, чтобы хорошо учились. И помнили, что вы из Грузии. Большое спасибо. Დიდი მადლობა ბავშვებო, რა დიდი მადლობა და მაგრა იყავით, დიდი სიყვარულით, აი საქართველოსთან, აი ჩათვალეთ, რომ აი ეხა ყველა ნახავს ამ გადაცემას და თქვენ გნახავენ და მინდა რომ გადმოგცეს ეს ჩვენ დიდი სიყვარული თქვენსაც. Большое спасибо. Желаю успеха. ეს არის ომში მონაწილეები, გამოფტილი ჭაბუკები, კი. სამამულო ომში, ხო, აქ ვინც დაიწყო. და მათი წინაპრები არიან. კი, აი ეს პატრიარქი რომ იყო ჩვენთან. Дайте возможность, пожалуйста. ეს პატრიარქი რო იყო, აქ იყო, როდის იყო პატრიარქი? კი. 97-ში ხო. მაშინ ჯერ კიდევ სტატუსი ჰქონდა. გასაგები. Ну это наша вина вообще-то, ну это что? ბატონო ნიკოლოზ. ეხა ჩვენში პატარა ბავშვები გველოდებიან. კი, ჩავიდე ჭავჭავაძე. ნახეთ, სულ ქართული წარწერები არის, აი მეგობრებო. ილია ჭავჭავაძე, ერი სული, ერი мама. აი ნახეთ, როგორი ქართული სული არის აი ამ სკოლაში. მოდით, შემოდით. გამარჯობათ ბავშვებო, როგორ ახართ? ნაშვებით. ქართული კაბინეტი არის ეს. აგერ შესანიშნავი ქალბატონი მე მინდა თან გავესაუბრო. თქვენ შესახებაც რო გითხრათ, ლორა მესხიძე, რომელიც არის შესანიშნავი პედაგოგი, ამადგარი პედაგოგი აღნიშნული სკოლისა და მინდა რომ გითხრათ, რომელ კლასებს ასწავლით და რამდენი ხანია ხართ? მე ამ სკოლაში 93 წლიდან ვარ. 93 წლიდან, როცა საქართველოსდან აქ გადმოვედით. ქალაქმა ძალიან თბილად მიმიღო, მაშინვე მომიჩინა ადგილი სამსახურისა, დავიწყე სამსახური მაშინდელ აკაკი წერეთლის სახელობის მე-19 ქართულ საშუალო სკოლაში. ამ სკოლაში, სადაც საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო ბავშვები იყვნენ საკმაოდ მრავალრიცხოვანი და ამავე დროს პარალელური კლასებიც იყო. სკოლაში ბევრი არის ბავშვები, აქ რამდენია? სკოლაში
100 ბავშვია. და სხვათა შორის სხვადასხვა ერისა და ეროვნების წარმომადგენლები არიან. თქვენ ქართულს ასწავლეთ? მე ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი, თბილისიდან მოყოლებული, სამხრეთ ოსეთზე გავლით, ჩრდილო ოსეთში გადმოვედი. კარგად სწავლობენ ქართულ? ნუ ახლა მე რო ქართულ არხებს ვუყურებ ხოლმე და იმაზე კარგად ლაპარაკობენ. იმაზე კარგად ფლობენ საერთოდ და რუსთაველის პროსპექტზე გამვლელს რომ ეკითხებიან ეს ვისი ბიუსტიაო, არ ვიცი. მეორე ამბობს მგონი ერეკლე მეფისა, ეს მე სასაცილოდ კი არა, მტკივა, მწარედ მტკივა ეს და ევროპისკენ მიისწრაფვიან. ჯერ შენი ერის ისტორია შეისწავლე კარგად. ევროპული ცხოვრება ძალიან კარგია, ევროპაში უფრო განათლებულები რომ შევიდნენ. გაიხარეთ, დიდი მადლობა და მინდა რომ ბევრი აღუზარდოთ კარგი განათლებული ნიჭიერი ამ კუთხესაც და ჩვენ ქვეყანასაც რომ გამოვადგეთ. გაიხარეთ, დიდი მადლობა, დიდი მადლობა. აი აქ ეს არის მინერალური წყალი ხო არ მოდის აქ საერთოდ? არა, მინერალური. ბორჟომი, ნახეთ, ყველგან არის ქართული ბორელიეფები, ქართული სული, ქართული გული და აი ესე მგონია რომ დავბრუნდი ჩემ წარსულში უფრო უკეთეს. კოსტა ხეთაგურის სურათი, აგერ აკაკი წერეთელი. როგორ ბრძანდებით ქალბატონ? თქვენ აი კაკა ნახეთ როგორ ლამაზად მოვლილი, ესე იგი ესეთი დირექტორი საქართველოს არ აყავს. ქალბატონი მანანა საქართველოს არ ვიცი მე ასეთი სკოლა საქართველოში არ მინახია მე. ნახეთ ეს რა ლამაზიათ არის ყველაფერი. აი ახლა ვიმყოფებით პატარა ბავშვებთან. გამარჯობათ. როგორ ახართ, რა ლამაზები ხართ, როგორი ლამაზები, როგორი კარგები, როგორ ნახეთ შეხედეთ. მე რომელი კლასიდან ახართ? მესამე და მეოთხე აქ. მესამე, მეოთხე. წავიდნენ და იმიტომ. ძალიან ლამაზები ხართ, როგორ ლამაზად გაცვიათ ყველაფერი. ჩვენ ვართ საქართველოსდან, ქართული ტელევიზიიდან, ტელეკომპანია სეზონიდან და მინდა რომ თელმა საქართველოს გნახოთ თქვენ რომ როგორი ლამაზები ხართ და როგორი კარგები. მითხარით თქვენ შესახებს რა, როგორ ახართ, კარგად როგორ სწავლობთ. ძალიან მთხოვეს ბატონო ნიკოლოს ლექსი უნდათ რომ თქვა. კი, კაცო, აბა მაგისტრისა ვარ, ლექსებსაც ვათქმევინებ და ყველაფერსაც რა. აი რა ლამაზი გოგო არის. შენი სახელი და გვარი, მითხარი? დიანა ჩქარეული. დიანა ჩქანახეთ რა ლამაზი გოგოა, როგორი კარგი ბავშვი არის. დიანა რომელ კლასში ხარ, შვილო? მეოთხეში. ნახეთ რა კაი რა ლამაზი ბავშვი არის. და რაღაცა გვინდა გითხრა ხო ლექსი შენ? არწივი ვნახე დაჭრილი. ყვავო ყორნებს ეო მებოდა. ეცა და ბეჭავს სადგომა, მაგრამ ვეღარ ადგებოდა. ცალხარს მიწაზე მიითრევს. გულის პირს სისხლის ხებოდა. ვა, დედა თქვენ ყორნებო, სოდროს ჩამაგდეთ ხელადა, თორემ ნახავდი თქვენ ბუბუს, გაშლოს გაფანტულს ველადა. ნოჩა, ხოჩა, ტაში დაუკრათ, მეგობრებო. ტაში დაუკრათ. ხოჩა, კიდე რა მიდოდნა მითხარი? კიდე ერთი. მიდი, მითხარი აბა? მე ისეც ქართულს რა უთხრა ისეც ამხანაგს, ვინც ვერ ახერხებს ქართულად, წერას, კითხვას და ლაპარაკს. გაიხარე, რა კარგი ბავშვი. აი, ნახეთ რა მაგარი ბავშვები არის. რიგში დგას, აი ბავშვებს უნდა თქვენი სახელი და მარია კამბოლო. მარია კამბოლო, ხო. აი გითხრა. საქართველოსდან ხარ? საიდან ხარ? გორიდან? ხარი აბა ლექსი აბა რას გვეტყვი? შენი ჩახუტება ყველაზე ტკბილი არ მიყვარს, როცა ვერ გხედავ დედა, შენი გულისკენაც თითქოს ადვილია, მინდა მომეფერო დედა. დღე და ღამ ფუსფუსებ, დღე და ღამ ხარს მიჭე, როგორ არიღრები ნეტა. შენი გულისკენაც თითქოს ადვილია, მინდა მომეფერო დედა. ძალიან მაგარი ბავშვებია. აი დიდი მადლობა მე მინდა უთხრა ყველას თითეულ პედაგოგს, ქალბატონ მანანას, თქვენი დამსახურება. პედაგოგით რა მინდათ რომ თქვენ მოგწადით თქვენ. თქვენი სახელი და მარი? ნაირა ბაზალი. ნაირა ბაზალი, აი თქვენი დამსახურება. ქალბატონი ნაირა არის ამ კლასის დამრიგებელი და აი გითხარით ესეთი კაი ბავშვები როგორ ჩამოაყალიბეთ, აი გიждდები, როგორი კარგად იციან ეს ლექსები, როგორ რაღაცა მეტყველებაც როგორ აქვს, გითხარით აი. ჩვენი მუშაობით ჩამოვაყალიბეთ. რამდენი ბავშვი ყავთ ისე?
10 ბავშვი მყავს. ეს ეხა ქართული ენის ის არის? არა, კლასში არის 10 ბავშვი. და ეხა ეს არის ქართულ ენას ასწავლით, ხო? დიახ, ქართულ ენას ვასწავლით, ქართულ ენას და ლიტერატურას. აჰა, გასაგებია და აი რო გითხრათ სწავლის პროცესის შესახებ, რამდენი საათი, როგორ მეც ეხა პედაგოგის შვილი ვარ, სხვათა შორის და ჩემთვის ახლო არის ეს სკოლა და საათი 3 საათი გვაქვს, ერთი ლიტერატურა და 2 ენა გვაქვს, ქართული ენის გრამატიკა. და აი საათებში. და მარტო ქართველები კი არა, რო ატყობენ, სხვა ეთნიკური ჯგუფებიც სწავლობენ გაძლიერებულ. ეთნიკური ჯგუფებიც სწავლობენ. იცით ეს ბავშვები თვითონ აქ ცხოვრობენ თუ აქ ცხოვრობენ და თუ ჩამოსულებიც არიან. ჩამოსულებიც არიან, მაგრამ აქ მაცხოვრებლებიც არიან. აქ რამდენი პედაგოგი ბრძანდებით ისე სკოლაში? 20. 20. ყველა ქართველები ხართ თუ ძირითადად თუ? არა, ყველა ქართველები არა ვართ. რამდენიმე ქართველია და აჰა. სხვა ეროვნების ენები. ესე სუფთად, ესე ამაზად როგორ აგაქვთ მოვლილი ყველაფერი ძალიან მიგვეს რა. ისე რამდენი სკოლა აქვს ვლადიკავკაზში? 50-მდე. მე მინდა მადლობა გითხრათ ქალბატონო, აი ესეთი ლამაზი ბავშვების აღზრდისათვის და მე მინდა мадლობა გითხრათ ბავშვებო, ესე я хочу поблагодарить вас, наверное, вы все знаете грузинский. Поблагодарить вас, что вы красивые, вот хорошие. Обнимаю, целую вас и я хочу, чтобы вы такие остались. И хочу, чтобы передать привет из Грузии, и вас любят из Грузии и обожают. Вот ай როგორ ახერხებთ, რომ ესეთი მართლა შექმნათ ესეთი გარემოს, ისუფთავე ეს ბავშვი. გეხმარებათ ეს განათლების სამინისტრო? ძალიან მეხმარება. ეხლა თქვენ საიდანაც შემოხვედით. სწორედ ეს იყო ეს ნაწილი, აი ის ნაწილი იყო მიერთებული ეკლესიასთან, მაგრამ იმის გამო რომ მეორე გასასვლელი სახანძრო აუცილებლობისათვის იყო გამოწვეული, ყველაფერი გააკეთა ჩვენმა ასე ვთქვათ управление образования. ანუ განათლების სამმართველომ. საერთოდ რასაც კი ვთხოვ, რაც შესაძლებლობა აქვს ყველაფერს აკეთებენ. მაისში დაგეგმილია კაპიტალური რემონტი. ამის ამ სკოლის? ანუ კაპიტალური უფრო სწორედ რესტავრირება. ეს როდინდელი სკოლა ესე, როდის აშენდა ეს სკოლა? 1888 წელს. გასლაპარაკ. თქვენ ზემოთ ეთყობა არ მიაქციეთ ყურადღება, იქ აწერია naše škole 135. 135 ფაქტობრივად რა მეორე საუკუნე მიდის რა და ამ რამე ხო არა ამორტიზირებული ისეთი რამე რო აბსოლუტურად აი ესეთი სკოლა არც იქნება აი ასეთი ეს არის ეგეთი სკოლა კი როგორ არა მეხუთე სკოლა 28 წლის ქართული თავიდან ხო ისე 12 სკოლა იყო აქ არა ეს ერთადერთი სკოლა არა აი კომუნისტების პერიოდში რამდენი იყო აი მაშინ ეს ერთადერთი აკაკი წერეთლის არა მაშინ აი ძველ პერიოდში იყო ერთი ძველ პერიოდში აბა ვიღაცა მითხრა 12 სკოლა იყო ადრეო და ხო არა ერთადერთი გასაგებია ბატონო ნიკოლოზ მე მინდა ახლა თქვენ გაჩვენოთ ადგილი სადაც ზაფხულობით გაზაფხულს უпроსტოდ ჩვენი ბავშვები მუშაობენ მიწაზე როგორ მიწასთან აი როგორ და ჩვენ აქ ვთესავთ გულია და ვერ დაინახავთ იმ სილამაზეს რაც გვაქვს და ძალიან ხშირად კიტრი პომიდორი გასლაპარაკ და ასე შემდეგ ესე იგი აი რამხელა ის არის რომ შრომას რო აჩვევთ ადამიანებს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს ფეხბურთის მოედანი აქ ბავშვები თამაშობენ ფიზკულტურა გააქვთ ალბათ კი როგორ არა დარბაზიც გვაქვს თქმა უნდა ამას ყველაფერს მე კაპრემონტის დროს, რა თქმა უნდა, კაპიტალური რემონტის დროს გააკეთებენ. აი აქ არის ეხა თოვლია და კი, მანახოთ. აი აქ კიტრი, პომიდორი მოგხავთ, ხო? კი, ეს უბრალოდ ეხა დაიწია, ძალიან ლამაზი ხედი აქედან. კი. ყურძენიც გვაქვს. კი, ხეივანიც გვაქვს. კი, ანახეთ, აი აქ ხეივანი არის, ეს ყურძენი მოგყავთ. კი. შრომის გაკვეთილის დროს ძალიან ხშირად სწორედ აი აქ მუშაობენ. გასაგებია. აი ამას ასე ნუყურებთ. აქ დიდი ბუჩქებია, უბრალოდ ეხა თოვლმა დაწია. მრგვალი ძალიან ლამაზი. ძალიან სასიამოვნოა და მართლა ბევრს აკეთებთ და დიდი მადლობა მე მთელ საქართველოს ვეთქვი თქვენ შესახებ. 91 წელს ჩამოვედი და როგორც პედაგოგი ვიყავი, ორგანიზაციულ სამუშაოებსაც. რა თქმა უნდა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი დამსახურება არა დღევანდელი ადმინისტრაციის, არამედ
მე რომ ჩამოვედი 91-ში უკვე დამხვდა. მე აქ საკმაოდ გასაგებია. კარგი სიტუაცია. ანუ იმ დირექტორებსაც, რომლებიც ჩემამდე იყვნენ, ძალიან დიდი მოიტანეს ის გზა, კი ბატონო. ძალიან დიდი ღვაწლი. მაგრამ თქვენ რო აგძელებთ ამას, აი, რაც მომწონს, აი თვალში რო მოხდება, სისუფთავე, ბავშვების მოწესრიგება, ეს უნიფორმა ყველასაც ვიათ აქ ვლადიკავკაზში, ყველა სკოლაში. ანუ ყველა სკოლებში უნიფორმაა. აუცილებლად. აჰა. ერთადერთ ეროვნულ სკოლაში არის ეროვნული ფორმა, დანარჩენი ეს რომელი ეროვნული სკოლა? არის ასეთი ოსური, სუფთა ოსური, სადაც სულ ყველა საგანი ოსურად ისწავლება. ერთი სკოლაა ეგეთი ოსური. მხოლოდ იქ არის უნიფორმა. გასაგებია. თავისი ნაციონალური. თავისი ნაციონალური. ეხა ჩვენ ემარო ჩუხა ახალუხითია რომ ცოტა ის იქნება ძნელი. არა, ჩუხა ახალუხი არ არის, უბრალოდ შეკიდილია სპეციალური გასაგებია. ორნამენტებით ეს თანამედროვე სტილში. სულ რამდენი მასწავლებელია თქვენთან ახლა? ჩვენი ძირითადი არის 12 და მომსვლელები 23. 23 მასწავლებელი. და რამდენი ბავშვი სწავლობს სულ? 98. 98. და ცოტათი კონტინგენტი იზრდება თუ კლებადი? იზრდება, იმიტომ რომ მიკრორაიონიც მოგვიერთეს და მე რომ მოვედი ცოტა იყო შედარებით. გასაგებია. ეხა მოიმატა. მეგობრებო, ეხა ჩვენ ვიმყოფებით ყველაზე მაგარ ადგილას. ეს არის ფაქტიურად ტაძარი ვლადიკავკაზის. აი ეგ არის ფეხბურთის მექა. ეს ეხლა არის ვლადიკავკაზის ალანიას ახალი სტადიონი შენდება. აქ 35,000-იანი სტადიონი იყო ადრე. და ხდება ეხა ის დაანგრიეს და ეხა შენდება 20,000-იანი სტადიონი.
ოღონდ მთლიანი ყველა ტრიბუნები არ იქნება აქ და შილოეთ და სამხრეთზე იქნება დასავლეთი აღმოსავლეთის ტრიბუნა. ნუ ამის გამო ცოტა უკმაყოფილოები არიან ლადიკავკაზელები, იმიტომ რომ 35,000-იც არ ყოფნიდა აქ იმდენი ხალხი მოდიოდა და ეხლა 20,000-იანის პრობლემა იქნება, მაგრამ თავარია რომ ახალი სტადიონი შენდება, მინდორი დააგეს, ტრიბუნები არის გაკეთებული და ვარაუდობენ რომ ერთ წელიწადში ალბათ ეს დასრულდება ეს სტადიონი და აი ამ ადგილას თამაშობდა ჩვენი ფეხბურთელები და ჩვენთვის რატო აი აქ მოსვლა? აი აქ ვინც თამაშობდა, დღეს ხდება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და მე მინისტარ ვიყავი ეხლა აი ამ წუთებში გამოვედი მისგან ალან ბაგიოთან და მან მითხრა რომ ეხლა აი ეს რო გახდება ყაველაშვილიო ძალიან გახარებული იქნებიან ოსებიო ამის გამო. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება ვლადიკავკაზის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, თბილისის დინამოშიც თამაშობდა ეს ადამიანი ვლადიკავკაზშიც იგორ ზაზროევი. მოგესალმებით ბატონო იგორ. მოგესალმებით. ძალიან მოხარული ვარ თქვენ რო ხართ, ჩვენ მინდა მაყურებელსაც უთხრათ თქვენ შესახებ ორიოდე სიტყვით, მე კი უთხარი თქვენ თბილისის დინამოშიც თამაშობდით, ეს რომელი წლები? არისო მე ერთი წელი ვიყავი და მე მამაჩემ ჩამომიყვანა აქ 67 წელი დაკა და იმის მერე აქ მე დავჭი აქ. თქვენ თამაშობდით ალანიაში? 14 წელი ვითამაშე აქ სპარტაკ ორჯონიკიძეს გუნდი, მაშინ სპარტაკი ორჯონიკიძე იყო, 14 წელი ვითამაშე ვიყავი, 5 წელი გუნდის კაპიტანი. მაშინ პირველ ლიგაში თამაშობდა, ხო? ჩვენ შეისადევად 69-ში ჩვენ ვიში ლიგაში თამაშობდით. რომ გავედით ვიში ლიგაში. ჩვენ აქ კიევის დინამოს მოვუგით 3-2. ვიში ლიგა ეს რომელ წელი იყო? 70 სემისტ. 70 წელს თამაშობდა უმაღლეს ლიგაში. ჩვენ აგაც საბჭოთა კავშირის იმაში ვიყავით. კიევის დინამო თამაშობდა მოსკოვის დინამო ის ტაშკენტი ალმატა ეგენი ერთად მაშინ. ხო და კიევის დინამოს აქ მოვუგით 3-2. აჰა, ძალიან. ნაკრების ფეხბურთელი იყო, ნახევარი ნაკრების თამაშობდა. ლოხინიც თამაშობდა. ლოხინი არა, მაშინ ახალგაზრდა. ის ხმელიცკი იყო მაშინ. აჰა. და ეხა აი მე მაინტერესებს იმ პერიოდში, როდესაც ქართველები თამაშობდნენ, ყაველაშვილი, აშვეთია, დემეტრე. თქვენ მაშინ რა პოზიცია გეკავოთ? მე მაშინ უკვე გადავედი მწვრთნელად. მე მუშაობდი ელისტაში, ვავარჯო 3 წელი ელისტაში ვიყავი. მე მე ჩამოვიდი აქ, ვავარჯიშებდი, სკოლის დირექტორი გავხდი. ელისტის სპარტაკის. მე დავიწყე ბავშვებთან მუშაობა. 10 წელი მუშაობდი დუბში. მომაღლეს ლიგაში უდობლი იყო ჩვენთან. 10 წელი თამაში აი სტადიონი რომელიც დაანგრიეს. მას სტადიონი თამაშობდი ჩვენა. აი ხა რა სიტყვით აი ამ სტადიონის ირგვლივ ეხლა და საერთოდ ქართველების შესახებაც მინდა მითხრათ რომ ძალიან გახარებულები არიან რომ ვლადიკავკაზელები აი გულშემატკივრები რომ მაინც ფეხბურთის იმ დიდი მექის წარმომადგენელი იქნება პრეზიდენტი საქართველოს. მიშა აი ისა დატოვა აქ აი როგორც კაცი იყო ძალიან კაი ჭკია. აი ეხლა გაიგეს რომ მიშამ შეიძლება გახდეს პრეზიდენტი. ყველა გახარებულია. აჰა. და როგორც ფეხბურთელი კაი ფეხბურთელი იყო და ტექნიკური ჭკვიანი. მე ხო შვეიცარიაში წავიდა მე აქედან წავიდა შვეიცარიაში გადავიდა იქ თამაშობდა კიდე დიდხანს. ასე გები. თქვენ აქ ხარ რა ფედერაციის პრეზიდენტი ხარ ვლადიკავკაზის პრეზიდენტი და ამავდროულად კიდევ სხვა ფუნქციებს გაქვთ? არა, მართლა. რა ხდება ეხლა აი ფეხბურთში ეხლა ეს სტადიონი კიდევ გამოაცოცხლებს ალბათ ვლადიკავკაზს. მე მგონი ხო რა, მაგრამ არ მომწონს ის რომ ძალიან ცოტა ისანი 15,000 არ ეყოფს ჩვენ რესპუბლიკას. 20,000 20,000 არ იქნება რა 15-დან 15 თუ იქნება ისაც კარგი იქნება. ხო. ანუ ცოტა პატარა სტადიონი. პატარა იქნება ჩვენ რესპუბლიკიდან ხო. ჩვენმა თუ უმაღლეს ლიგაში გადავიდნენ, აქ იმდენი ხალხი აქ ჩვენზე არ მე იქიდან ჩამოდიან ხალხი. კაბარდა, ისანი იქიდან მოდიან. დაგესტანიდან ჩამოდიან ხალხი აქ თამაშს უყურებდნენ. და იცი რა მაინტერესებთ, აი ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ აი ეს ჩვენი ქართულ-ოსური ურთიერთობებიდან გამომდინარე, ეს ყაველაშვილის გარკვეულწილად არჩევა ჩვენ კიდევ უფრო დაგვაახლოვებს მე მგონი. მეც ვერ მემგონი. მეც გახარებული ვიყავი კეთილსა რომ მე რომ მითხრე და მე რომ დავიკითხე გაძვირე ესეო. დირექტორი პატიოსანი ბიჭია, ოქრო ბიჭი იყო. ვალერას გაზაევს უთხარი რომ ვალერა ხო იცი მე ეს პრეზიდენტი უნდა დადგეს და ვალერასაც გაიხარდა. მაგას ძალიან უყვარდა ეგ. ხო რა. როგორც ფეხბურთელი გემონებდა, კაი ფეხბურთელი იყო.
გააქვთ კონტაქტი გაზაერთ? ვალერთან კი რაც. რას ამბობს რა შვება ისე? თვითონ ეხლა რას არაფერს არ აკეთებს. გასაკეთებს. არაფერს არის ხო დეპუტატი იყო იმაში. დუმაში იჯდა გამოვიდა იქიდან. არაფერს არ აკეთებს დადიზა. მაგაც კარგად ცხოვრობს. რადიკალკაში ჩამოდის ისე? არაფერი აღარ აქვს, მაგრამ ყველაფერი გაყიდა. რატო? მაგან დედა დაასაფლავა აქ, დედა მოვლა, დედა ცხოვრობდა მაგისაკ და დაასაფლავა შაშანწინ და იმით მე ძმა ყავს აქ კიდე ერთი. всё, მეტი არავინ. გასა. და ხო არაფერი არ დატოვა თავის. ხო. ცოტა გაბრაზებული ხო არა? არა. გასაგები. თვითონ აი ეხლა აკაური აი ფეხბურთზე რო ვთქვათ, ეხლა ალანია რაღაცა ჩამორჩება ბოლოს და რა არის, ვერაფინანსებს თუ არა ფინანსები შეიძლება არც ვიცი გეფრია. რა ფინანსები ვიცი რომ დამცველები არ აყარ ბიჭო. უდამცველო რაფერ უნდა ითამაშო ფეხბურთი. ეხლა ფედერაციის პრეზიდენტი რო ხართ, ანუ თქვენ ფუნქციებში რა არის ეხლა ეს? მე რესპუბლიკის ჩემპიონატი მიმყავს 1000 იმისი ბავშვების ტურნირებს ვატარებთ. ვაგზავნი ბიჭებს ესე ცნელებს ლიცენზია ხონა მიიღოთ მე უხდი ფულს და გზავნი მოსკოვში რომ ლიცენზები აიღოთ. დაიგრივა აფშესტენი მოსაუბარ გასაგები. და ისე ბავშვები არიან ქართველები ან ახალგაზრდულები? არის პატარა ბიჭები არიან ქართველები. აკაურები აკაურები არის ტალანტები რამე ისეთ? არის როგორ ბიჭო ბავშვებს უყვარს ფეხბურთი. კაი, დიდი მადლობა, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენსა საუბარი.